ეხლა საინტერესო ის არის, ზურა რას იზავს? ვერაფერსაც ვერ იზამს. ახლა ჩვენი მოვალია და ჩვენ უნდა მოვიფიქროთ რა უყოთ ზურას. რა უნდა ვიყოთ, ქონება უნდა დავუყადაღოთ. არა და მოგვიწევს ხო იცი? უხუთისი კემერიდება, მაგრამ მე როგორც ვიცი, ზურას მამასთან დიდი ხანი აღარ აქვს ურთიერთობა. არა და რა დაემართა მაკაც კაცო, რა კარგი მამა ყავს. სუთავს გავიდე კაცი რა. აჩიკო. მადლობთ. მადლობთ. გაიხარეთ. დიდი მადლობა. იქნებ ყველაფერი არ წავართვათ, რამე დაუტოვოთ რა. აუ ლევან ძალიან თქო რა. მე ზურა შენზე უკეთ ვიცი. სიკეთე სისუსტე ჩაგვიწვით. მაგის დანდობა არ შეიძლება. გასაგებია, მაგრამ კუთხეში მომწყდეული კაცის ამბავი ხო იცი რა? აი გოგო მე მომანდე ჩემოგარგო. კარგი? ეს რა გამიჩალიჩეთ, ბიჭო, ჰა? რა იყო ზურა? წემურ, ბიჭო, დამცინი, ჰა? კი, ზურა, დაგცინი. აი ხა ნამდვილად დაგცინი. დაიმსახურე და დაგცინი. როგორ გამამწარეთ? როგორ, ჰა? ზურა, ვინ დაგაძალა ჩვენთან ჭიდაობა, რა გინდოდა, რა სერჩოდი საკუთარ თავს? ყველაფერი თქვენ, ხო? ტენდერები, კარგი ცხენები, ყველაფერი თქვენ. ისე არ ჩენიყავი ჩემო ზურა ცუდად. უბრალოდ იმაზე მაღლა ახტომა მოინდომე, ვიდრე გეკუთვნოდა. ამას მიპირებდით, არა? ამას გიპირებდით. მაგრამ შენ ვერ გაიგე. ლანას იმედი ქონდა. ლანას მე დავავალე შენთან შეხვედრა. სულ მალე ამ შენი ამერიკელი დამფუძნებლების ვინაობასაც გავიგებთ. ყველა ერთ მისამაძე რო ყავს დარეგისტრირებული. გაგანადგურებთ ყველას. ზურა მოიცე. დამაცადე ლევან. ეს კარგი გაკვეთილი იქნება შენთვის. არა უშავს. ახალგაზრდა კაცი ხარ. კიდე მიაღწევ ცხოვრებაში რაღაცას. ბოზიშვილი ვიყო ამ დღეს განანებთ. სანანებელი შენ გაქვს. ის დღე, როცა ჩვენთან ომი გადაწყვიტე. წააგე, ძმაო. ომი არ წამიგია. ჯერ არც კი დამიწყია თქვენთან ომი. წააგე. შენ ჯერ კიდე არ იცი რა გჭირს. ვიცი, როგორ არ ვიცი, გამანადგურეთ. აზრზეც არ ახარ. აქეთ მომისმენე. ჩემი ძმაკაცი სოჩი მუშაობს. ლადო დარსაძე. მე მგონი შენც იცნობ. დღეს დილით სოდმა ნარკოტიკების დიდი ტვირთი დააკავა. ტრანსკასპიან ბროდროუდის ტრაილერს გადაჰქონდა. გაგიგია? ოპერატიული სიგნალის საფუძველზე. ვიღაცას ალბათ მოუწევს იმის ახსნა, როგორ გაიგო გარეშე პირებმა ამ ტვირთის შესახებ და ვინ მიაწოდა ეს ოპერატიული სიგნალი. მოიცე. მე რა შუაში ვარ და რა სყვირი ხარ შენ. მე ვინ ამბობს რომ შენ შუაში ხარ? აბა, სხვათა შორის სოდი ორგანიზატორებს ეძებს. ტვირთის გამოგზავნებს ძებნა არ ჭირდებათ, ისედაც იციან. წადი ახლა ხალხი მოამზადე აღმასრულებლების დასახვედრად. წადი ზურა, დაისვენე. მძიმე დღე ქონდა დღეს. ზურა. ისე რამე რო იყოს აქ ავტოსადგომზე დარაჯის ადგილს გაგიჩალიჩებ. აქ ხო? ხო? სუსტად იმ დღეს. მაგ თავში ტყუიას გაგიჩალიჩ. თუ ტრაკი გექნება. Fuck off. თემო. მაგრამ მოუგეთ გასაგებია, დავამარცხეთ. ესე მასხრა დაგდება რა წესია. აუ ლევან, ძალიან გთხოვ რა. შენ მე ნუ მასწავლე როგორ უნდა მოვექცე ზურა დანელიას. თემო. მართალია ლევანი. მე მგონი ცოტა ზედმეტი მოგივით. ხო. ლევანი მართალია. ლევანი ყოველთვის მართალია. სწორად აზროვნებს, იდეებს გვაწვდის, გვამარაგებს. საერთოდ მართალი კაცია, იცი? აბა თემურს ხوار დაემსგავსება. ყოველდღე კაფუჭებულს და წამხდარს. რა გჭირს თემურ, რა არის?
არა ჩვენს ლევანს უბრალოდ იდეების რეალიზაცია უჭირს, არა? შავ სამუშაოს რა, თემური შეასრულებს. იმიტომ რომ შესრულებას ყოველთვის სიბინძურეში გარევა ჭირდება. ლევანი ხო არ გაერევა. მე როგორ გაივლის? თავაწეული. ეწყინა რამე? კარგი დაწყნარდე. არაფერი ესეთი მე დაველაპარაკები და გავარკვევ რა. მომისმინე ხა შენ სახში რომ მეხვალ, არ გახვიდე არსად, იმიტომ რომ შენთან მომისმინე. გითხარი მე დაველაპარაკები მეთქი რა. სახლიდან არ გახვიდე არსად, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული საქმე მაქვს შენთან. დავაი. ბაბუ. ო. ანეტა გეძახის ჩაი უნდა დავალევინო. ეხლავე ავალ. ისე ხალბატონი ანეტა ძალიან გულკეთილი ხალია რა. არა, გულკეთილი როგორ არ არის, მაგრამ ცოტა ტვინის ჭამა უყვარს ბაბუ. სულ მითითებებს იძლევა. კი, მაგრამ ტვინის ჭამა რა სიტყვა? და მითითებებს იმიტომ იძლევა, რომ მე ჭკვიანი ხალია. იცი ბაბუ, რას ჩამოვიდა იმის მერე მერაბს პატარა ბავშვი დასდევს კუჩი. მერაბ ჩაივსი არ გაცივდე, მერაბ დილას უჭπელი არ გავხვიდე. იმ დღეს არ იცი მერაბი მეხმარებოდა ჩემს ოთახში მაგიდის გადადგმაში. შემოვარდა ანეტა, დაიწყო ყვირილი. ჩემ მერაბიესთვის მძიმე საწევა არ შეიძლება? მოკლედ რა, სულ მერაბზე ზრუნავს. კაცო, მისი შვილია და უვლის აბა რა ხდას? არა, პრინციპში მართალი ხარ. ისე აქედან რო წავა, ნონა რო გავაყოლოთ 1-2 თვით, იქნებ ისწავლოს რამე. რას გადრულობ დედაშენზე? არ აღწვენია? კარგი რა ბაბუ. კარგი. ლევან სამზარეულოში ვარ, მამა. უცნაურია, მაგრამ აი ასე მე და შენ არასოდეს გვილაპარაკია. 8 წლის ვიყავი, მამაჩემმა რომ ეთხრა, კაცურად დაველაპარაკოთ. დღემდე მახსოვს, რა ბედნიერი ვიყავი იმ დღეს. შენთვის მე ეს ჯერ არ მეთქვა. არ გეცალ. არც მომჩემ იყო ძალიან მოცლილი კაც. ეკე. მამა. თემოს ამბავი მაწუხებს რა. თემოს ამბავი? მაგას მე მეხედა. არა. მეც მინდა რომ დაველაპარაკო. შენ? ხო რა, ბოლოს და ბოლოს ერთად უნდა ვიმუშაოთ. კარგი, მაგაზე მერე. ეხლა მე სხვა საქმე მაქვს შენთან. ელისო იყო მოსული.
ლევან, რატო არ მითხარი მარიამი თუ ასე ცუდად იყო? დაურეკა რა ვიღაცა. ეგ უკვე ვიცი. არ შეგეძლო შენ გეთქვა ჩემთვის? მამა. მარიამთან ურთიერთობას მე მოვაგვარებ რა. შენ მოაგვარებ? არა. სწორად გამიგე. მე და მარიამს ერთმანეთი გვიყვარს. და ჩვენ თვითონ ლევან, ეს ძალიან კარგია შენ და მარიამს თუ ერთმანეთი გიყვართ, მაგას რა ჯობია. მაგრამ არ მგონია სწორი იყოს ის რომ შენ და მარიამ შეგეძლოთ მარტო ამის მოგვარება, იმიტომ რომ თქვენ მარტო არ ახართ, ლევან. ჩემ თავზე და დედაშენზე არაფერს არ ვამბობ. აქ არის კიდევ შოთა და შოთას ოჯახი. და ეს ოჯახი ჩვენთვის რას ნიშნავს, მე მგონი, იცი ხო? ლევან, ამ ოჯახთან ჩვენ დაფარული არასოდეს არაფერი გქონია და არც გვექნება არაფერი არასოდეს დაფარული. და შოთას რო რამე პრობლემა შეექმნას, მე საკუთარ თავს ამას არ ვაპატიებ. და არ ჩვენ გაპატიებ სხვათა შორის. ხო, იცი რა? აი იმ საქმეში უკვე პატარა წარმატებას მივაღწიეთ. რა წარმატებას? როგორ რა წარმატება? ნათია ჩვენ მხარეს გადმოვიდა. თურმე შეცდომაში ყავდათ შეყვანილი. ვის ყავდა შეცდომაში შეყვანილი? ლანას. აუ ისე ეს ლანა ძალიან საშიში ვინმეა რა. რატო არ აგდებს კოტე ვერ ხვდები? კოტე პასუხისგებელი პიროვნებაა. სანამ არ დარწმუნდება, ვერ გააგდებს. და შელანა კარგი მუშაკია და კომპანია სჭირდება. ხო, მაგრამ კოტე ვერ ხვდება რომ ეს ქალი ებრძვის. ეს ჩვენ უნდა მივახედროთ. და ამით კომპანია გადავარჩინოთ. შელანა საშიში პიროვნებაა. ძალიან ჭკვიანი და წინდახედული. გეთანხმები. და აი ესეთი დარწმუნებული რატომ ხარ რომ ნათია ჩვენიანია? როგორ? ნათიამ თვითონ მოგვიყვა მე და ქალბატონ ეთერს, ყველაფერი. თურმე აიძულებდნენ ჯაშუშობას, აბა? ძალიან კარგი. ისე მეც უნდა გითხრა რაღაც. აბა? იცი იმ დღეს შემთხვევით შევესწარი თინა იყო ძალიან აღელვებული და ტიროდა. მე მგონი ვიღაცამ ტელეფონზე დაურეკა და რაღაც ცუდი უთხრა. იცი რა? ამ ბოლო ხანს მეც შევამჩნიე რომ თინა რაღაც შეშინებული და დაბნეულიცაა. აუ ბაბუ, უნდა გავარკვიოთ რა, ვინ არის, ვინ ურეკავს და რას ეუბნება. მართალი ხარ. ხარ დაველაპარაკოთ, არა, მე მგონი ჯობია ჩვენი ძალებით ვცადოთ, ჩვენ თვითონ გავარკვიოთ ვინ არის. მაგაშიც მართალი ხარ. ეს ცოტა დელიკატური საქმეა და სხვანაირი მიდგომაა საჭირო. იცი? იცი ბაბუ, ძალიან შეშინებული იყო და ტიროდა. კოტესთვის ხო არ გვეთქვა? კოტეს თავის პრობლემები აქვს რა. კარგი ბაბუ. რა პრობლემა უნდა შეექმნა შოთას? შენ როდესმე ეჭვი შეგპაროია იმაში, მარიამი გიყვარს თუ არა? არა. არა? არა. არც დედა შენ შეპაროია ამაში ეჭვი? ელისა მოგიყვარა.
ჩვენი საუბარი მოისმინე. საინტერესოა რატო გკითხა. არ ვიცი. მოიცა მე მარიამს რამით ვაგზნობინე რომ ოყმანობ არ მიყვარს თუ რა? ლევან რატომ დაურეკეს მარიამს? მამა ჯორეკნებს რა გამოლევს? თან შენი დაღუპვის ამბავი სამჯერ რომ მოედო ქალაქს და გავიწყდა? კარგი. მაშინ გადავწყვეტოთ ბარემ ყველაფერი. რა? მაგალითად ნიშნობის ამბავი. ნიშნობის მოვიფიქრებ. რას მოიფიქრებ, ლევან? შენ ახლახანს რაც მითხარი, მე მგონი ამის მერე ფიქრი ცოტა გაუმართლებელია. რა? მე მგონი ასე ჯობს. წლის ბოლომდე გვექნება ნიშნობა და იანვრის ბოლოს ქორწილი. წლის ბოლომდე რაღა დარჩა? არც არაფერი. და გაზაფხულზე არ შევთანხმდით? გაზაფხულზე დიდი მარხვა იწყება. მერე მაისში ხალხი ამბობს, ქორწილი არ ვარ გაო. რაღაცა გადავდოთ, დროზე არ ჯობია. თან ამ ჭორებსაც მოეღება ბოლო. რაღაც დიდხანს ფიქრობ, ლევან. თქვი კაცურად რა გინდა? მამა მე და მარიამს ერთმანეთი გვიყვარს და მარიამი ჩემი ცოლი გახდება. ესე იგი? ესე იგი წლის ბოლოს ნიშნობა ქორწილი შენ ასე გინდა? შენ რა გინდა, ლევან? რაც გმინდა? ნამდვილად? ნამდვილად. თან შემიძლია ნიშნობის ზუსტი დღე გითხრა. მითხარი. 26 ნოემბერი. მარხვამდე. აი ხან ნამდვილად ჩემი შვილი ხარ. მე მარიამს დაველაპარაკები. შოთას და ელისოსაც გავაგებინებ. მაგათ მე ვეტყვი. ოღონდ დედას ერთად დაველაპარაკოთ. ერთად? ასე აჯობებს. კარგი. შევთანხმდით? თემო ვიცი არ გძინავს ნათემხილველი ხარ არა
უბრალოდ ბავშვობაშიც ასე იცოდი. როგორ? თავს იმძინარებდი. როდესაც პასუხისათვის თავის არიდებას ცდილობდი. შენ ფიქრობ, რომ ახლა ვარიდებ, ხო? ხო. რა ხდება? დედა, რა უნდა ხდებოდეს? რა ჩაიფიქრე? იცი რა, ვერ ხვდები რას მეკითხები. რა გინდა იმ გოგოსგან? რას ერჩი? დაგიშავა რამე? ჯერ იყო და უხეშად რატომ ეკცევია? ეხლა რატო შეიცვალეო? დედა, ვერ გავიგე რა გინდა. რაც ჩამოვედი იმის მერე მინდა შენი ნახვა და დალაპარაკება, მაგრამ რაღაც ვერ მოვახერხე. არა უშავს, ახლა ხო შევხვდით. ბიჭო, ისე მოხდა, რომ აი მე და შენ ერთმანეს პირველად თემურის და ირმას ქორწილში შევხვდით. ხო. არა და მე შენ ყოველთვის დიდ პატივს ვცემდიყო. მადლობთ. არა, სამადლობელად არ მithქვამს. შენ იცი, ჩემი ცხოვრება არ წავიყვანეს სწორად. თავიც გავტანჯე და ოჯახიც. მე საერთოდ წავედი აქედან. ჩემი შვილი თუ გადარჩა, შენი დამსახურებაა. შენ რომ ჩემს სიძეს გვერდში არ ამოდგომოდი, არ ვიცი რა. ნოდარ. თემური სანამ შენი სიძე გახდებოდა, მანამდეც ჩემთან იყო. არა კი, მაშინაც რაღაც მდგომარეობა ქონდა. ქონდა. ახლაც აქვს და მომავალში საოცრებად ექნება. კი, შენი კაცობის ამბავი ყველა მიცის. მაგრამ ახლა დრო არის რომ მეც ვცე ჩემს სიძეს საკადრისი პატივი. შენ იცი. ხელწამოსაკრავი კაცი არასოდეს ყოფილი ვარ. თემური რომ ჩემი სიძე გახდა, კიდევ რაღაც შემეძლო. მერე ყველაფერი შეიცვალა. გითხარი უკვე. მაგრამ ახლა სხვანაირადაა საქმე. ამ სიბერეში ჭკუა ვისწავლე. ხო, გავიგე რაღაც სერიოზული საქმე წამოგიწყია. დიდ საქმეს ვიწყებ. ეხლა დაწვრილებით არ მოგიყვები, მაგრამ აი იქ შევძელი ამოძრომა. ამოძრომაც და კარგათაც წავიწიე წინ. ახლა აქეთ გადმოვდივარ. ხო. ჩემი იქაური პარტნიორები დავარწმუნე ფული აქ ჩადონ საქმეში. ეხლა ჩემი წილი ხო თავისთავად მომაქვს და მომაქვს. მოკლედ სერიოზული კაპიტალი გროვდება. ძალიან მიხარია. რაც უფრო მეტი ბიზნესი გაიხსნება საქართველოში, მით უკეთეს. ყველა კარგად იქნება. ყველას რა მოგახსენო, მაგრამ ჩემ ოჯახს კი ახლა ნამდვილად მივხედავ. აი რაც გამაჩნია, ყველაფერს ირმას ვაძლევ. რაც ჩემი პარტნიორებისა, იმასაც ირმა განკარგავს. ფირმა უკვე გავხსენი. და ამ ფირმის დირექტორი ირმაა, თანაც ერთ-ერთი დამფუძნებელი. მოკლედ 18% ასეთ ფირმაში ურიგო არ არის, ა? შენი საქმის შენ უკეთეს. კი, მაგრამ აქ ერთი ნო არის. ირმას ასეთი საქმეების კეთების გამოცდილება არ აქვს. ხო იცი, მორიდებული გოგოა. დედამთილის კარტას ამოფარებული. ქალბატონმა გულიკომ ირმას დედა შეუცვალა. აი დავბერდე კაცი და ასეთი ურთიერთობა რძალ დედამთილს შორის ჯერ არ მინახავს. თემურის დედა არაჩვეულებრივი ქალბატონია. ნამდვილად. ხო, რას ვამბობდი? ხო, ირმას გამოცდილება აკლია. საქმეების მართვას ვერ შეძლებს. შენ აქ არა ხარ, თან შეაჩვევ. კი. მაგრამ მე თემური მინდოდა წამეყვანა. თემური? ხო. ესე იგი სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა და ბიჭო, ლაშა მე ვარ. ხო რა, ახალ პროექტზე რა და გავეჭედე აქ რაღაც ხარჯთაღრიცხვაში და ძმურად ერთი თავიდან მითხარი. რა პრობლემა გაქვს? მე
ქობულეთურს მიაწეგი, თუ აი კაი მაგურს, ძალიან მაგარი პონტია. ხო? მიმიქარავს ვიაგრა, ბიჭო. საკუთარ თავზე გამოვცადე, გეუბნები. თან მაგარი პონტია, წარმოიდგინე, გათამაშებაა რა, ქულებს აგროვებ და მე მაყუთი მობილური სანგარიზე გიждდება. იყიდე მე ეს არაჟანი პაკეტის და ყველაფერს გაიგებ. მიდი ერთი მითხარი რა. ხო? კი, მიწერია. განსაზღვროთ პირველადი სავარაუდო ხარჯები. კი. მერე? აჰა. დავადგინოთ როგორი გასავალი? აჰა, ხო, საბრუნავი გასავალი, ხო. ისა, ეს საბრუნავი გასავალი რაღაც ჯანდაბაა, ხო? კი, მაგრამ ეს კომუნალური ხარჯები ჯერ რატომ უნდა დავწერო, მე მოგებიდან მივცე. ხო, პრინციპში მართალია, მოგება რომ გვიან იყოს, ფული ხო უნდა ხალხს, ხო? ხო. კი, მე მთავარი იდეა და კონცეფცია, ხო? პრინციპში მაგას მე თვითონ დავწერ რა. რა არის ამას რომ დავწერ მიუტანთ ეხა ინვესტორს და ასიანი აბა რა მე შენს ჩაქრთავ შიგნით. ჯიგარი ხარ ლაშა, სპასიბა. საღამოს გამოგივლი. კარგი. აჰა, ესე იგი მთავარი იდეა და კონცეფცია. ზემოთ მოცემული პროექტის ეფექტური იდეა. აჰა. აჰა, პროექტის უნიკალური იდეა. აჰა, მოცემული პროექტის უნიკალური იდეა მის უნიკალურობაშია. ძალიან კარგი, ხეთ რა მაგარია. მე რა ვიკო, წერა კითხავს წელობ? სიცხე ხო არა გაქვს? მადროვე რა, ნუნა, მუშაობ. მუშაობთ ბატონო მერაბ. ანდერც წერთ ალბათ, რომ მთელი ვალები გადმომაბაროთ, არა? რა ანდერძი, ნუნა, პროექტ წერ, ბიზნეს გეგმას. პროექტ წერ? მე მგონი მართლა ავათხარ. ცირა, ავათხარ შენ. აქ დეტალური გეგმა უნდა ჩამოვაყალიბო და წარვადგინო. სხვათა შორის შოთამ მითხრა ეს. აი, კაცო, შოთამ გითხრა, რებს სულელობ, ეხა მითხარი რას აკეთებ მართლა. ბიზნეს ვიწყებ და ჩემი იდეების დეტალური გეგმა უნდა ჩამოვაყალიბო. გესმის? მე უნდა წარუდგინო პოტენციალურ ინვესტორს და მე სტარტაპისთვის თანხას გამომიყოფს, დიახ. ვინ სულელს ნახავ, რომ შენ ფული მოგცეს? რატომ აყენებ საკუთარ მშობელს ასეთ შეურაცხყოფას მე არ მესმის. კოტას უნდა ანახო ეგ იდიოტობა? ეს იდიოტობა კი არა, აპრიორში მომგებიანი პროექტია, სხვათა შორის. მომგებიანობის რა მოგახსენო, მაგრამ აპრიორში რომ გადაგახევს მამა ჩემი მაგას თავზე ზუსტად ვიცი. ჩემი სიძე ჭკვიანი ბიჭია. შენთან დიდი გამოცდილება შეიძინა. ნამდვილი ბიზნესმენის ალღუ აქვს, რისკიანია. ეგ ყველაფერი მე ძალიან კარგად ვიცი, ნოდარ. ვიცი, ახლა შენზე უკეთესად თემურის ვინ იცნობს. აი, ამიტომაც გადავწყვიტე ამ საქმეში ჩემი სიძის ჩართვა. ესე იგი თემურის წაყვანა გინდა? რატომაც არა. თუ წამოვა ერთ პატარა წილს მისთვისაც გამოვისყიდი. პატარას? ნუ გარდა მაგისა, რაც ირმასია თემურისიც არ იქნება. თემურის უთხარი? კი. მე რა გითხრა? მოვიფიქრებო. ალბათ შენი ერიდება. არ უნდა რომ უმადურობად ჩაგუთვალო. ნოდარ, თემურის მე თუ რამეში დავეხმარე. ყველაფერი თავის შრომით გამოვისყიდა, ასე რომ. არა, ეგ ვიცი. თან მე როგორც ხვდები თემურს, შენი არავითარი ვალი არ აქვს. ვალი? არა, ვალი, არაფერი არ აქვს. ამიტომაც ხტო. ვიცი რომ თემური დიდ პატივს გცემს და გაფასებს. თანაც რაც აქ ჩამოსვლის მერე გავიგე. რა გაიგე? ჩემი ირმას ცხოვრების ამბები გავიგე. გავიგე რომ თემური ერთხანს ირმას ძალიან ცუდად ეკცევოდა. სულ დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა. მერე შეიცვალა. ჩემი მძახალი გულიკო შენ გიმადლის. მე? გულიკო ყოფილა შენთან. ალბათ შენ დაელაპარაკე არა თემურის.
კი, დაველაპარაკე. და გული კოთლის რომ შენმა დალაპარაკებამ შეცვალა თემური. რა ვიცი, ერთხელ ლაპარაკი თუ რამეს შეცვლეს. ეხლა გააჩნია ვინ გელაპარაკება და რას გელაპარაკება რა. თემური შენ აზრს დიდ პატივს ცემს. აი ამიტომაც მინდა გთხოვო. იქნებ ურჩიო მიიღოს ჩემი წინადადება. მე მაგას ვერ ურჩა. რატომ? გასაგებია. არ გინდა ისე გაიგოს თითქოს მისი მოშორება გინდა. მაგრამ ცუდ საქმეში ხო არ უშვებ ვიღაც უცხო ხალხთან. არა ისიც მესმის შეიძლება შენ თემური არ გეთმობა. კარგი თანამშრომელია. თანაც მართლაც შვილი ვიტყავს. მაგრამ დამიჯერე მე შვილივით მეყოლება. შვილი არ არის აბარა. შეძენილი შვილიო ჩვენსკენ იცია, ხომ გაგიგონია? კი. ნოდარ. ეხლა მე არ ვიცი მე ვიფიქრებ. ახლა შენ თემურისავით პასუხობ რა. ხო. ახლა ამაზე მეც ვერაფერს ვერ გეტყვი. კარგი აბა, აღარ მოგაცდენ. კოტე. შენი იმედი მექნება. ახომდის. ახომდის ნოდარ. რას გეტყვი? არაფერსაც არ გადამახევს. თუ ნაღდი და მართალი ბიზნესმენია, აი ამ პროექტს დამიფინანსებს და მადლობასაც მეტყვის. კი, როგორ არა. შოთა აღარ სვამს. აღარ ქეიფობს. და გასართობი ნახა შენი სახით. იცი? როგორ გეკადრება გენაცვალე? შოთა მიხვდა ჩემს იდეებს და მითხრა პროექტი დაწერეო. თანაც რა მითხრა, იცი? მეტი დამაჯერებლობისთვის წამოყვები კოტესთანო. კი, წამოყვება, აბარა, ოღონდ მეტი დამაჯერებლობისთვის კი არა, სულელო შენ. კარგად რომ დაგცინოს, ახლოდან რომ იკაიფოს შენზე. მაგარი არ იფიხარა, ვაფშე აზი არ ახარა. აი ხლა კოტე ფულსაც მომცემს და ჩემ ბიზნესსაც დავიწყებ. მანახ ერთი რა, დრეებს წერ. კი ბატონო. ინებეთ. საქართველოში მეორადი მანქანების უმსხვილესი ქსელის შესახებაა პროექტი. მაგარი უაზრო ადამიანი ხარ, ანა. არა, იცი რა ვქნათ, დაცვა ავიყვანოთ, რომ შენი იდეებიანად, შენი თავი კიდე არ მომტაცონ, თორემ მეორეჯერ შენ დაკარგვას ვეღარ გადავიდა. იცინე, ხო? რა გაქვს მეტი საქმე? სალონი, სოლარიუმი, სალონი. რა გაქვს საქმე მეტი? ეცეას გეტყვი? კაზინოების ვირთხა, შენ საქმეს მიხედე რა. იცი რას გეტყვი? მე კოტეს ფულს გამოვართმევ, ბიზნეს დავიწყებ და პრეზენტაციაზეც არ დაგიძახებ. ვაი, მე რომელ პრეზენტაციაზე მსოფლიოში ყველაზე მსხვილი იდიოტს რომ დაასახელებენ? იცი რას გეტყვი? ამ პრეზენტაციაზე დაასახელებენ ბატონ მერაბ ბუბუტეიშვილს, საქართველოში ყველაზე წამყვან ბიზნესმენს. და არა მარტო საქართველოში, ამიერკავკასიაშიც. დედა თავმდაბალი ხარ მერაბიკო. ამიერკავკასიაში არა, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, დიახ? აბა? აი ჩემზე რომ ლაპარაკობ. აი შენ რა გაგიკეთებია მითხარი? რითი მოიწონებ თავს? უსაქმური. თუნდაც იმით, რომ მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ბიზნესმენის ცოლი გავხდები მერაბიკო. აბრამოვიჩი, ბილ გეიტსი, როკფელერი, კიდე ვინ დაგიპატიჟო იუბილეზე? რა იუბილეზე? სად უნდა დაპატიჟო, გამაგებინე? იქ საგიჟეთში. იქ კიდე არიან პაციენტები გიტლერი, ბერია, სტალინი, ვინც შენ გაგეხარდება? მიბრძანდი. ეხლა მე წავალ და გიყიდი გძელ სახელოვან ხალხს. დამანებე, ქალბატონო, მუშაობ, მანდროვე. უკაცრავად. წადი.
ვა? სად შევშერდი რა? ესე იგი პროექტის იდეა და არსი მის უნიკალურობაშია. შენ უმიზეზოდ არაფერს აკეთებ. ამ შენ ცვლილებასაც რაღაც მიზეზი უნდა გქონდეს. რა მიზეზი აქვს ნეტავი? არ ვიცი და ამის ძალიან მეშინია. დედა კარგი რა. რაღაცა გეჩვენება თამში. არაფერი არ მეჩვენება. სახლში ხარ, არ გელოდი. სად იყავი? ექიმთან.